მცველი არის კანავარო 60 მილიონად. ჩეკანავარო. აი სამი ადამიანი ვინდა ვინც ინტერზე გახსენდება. ძანეთი. ფრანჩესკო ტოლდო მეგობრებო. რანინო. არგინად სიმღერა და არგინად ქართობა. ეგიდან ოკაკა ყავდეს რა 300 მილიონად რონალდო ავიყვან. მოგესალმებით მეგობრებო, აუქციონი, სეტის მშვენება და დღევანდელი ეპიზოდი იქნება საინტერესო ჩემი აზრით, იმიტომ რომ დღეს მე თქვენ ჩემი საყვარელი ფეხბურთელები მოგიტანეთ და აქედან უნდა გააკეთოთ გუნდი. შესაბამისად, როცა ვამბობ საყვარელი, ხაზს ვუსვამ იმას, რომ აქ არ არის საუბარი, რომ ესენი მგონია ყველაზე ძლიერები, საუკეთესოები თავის პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი მართლაც საუკეთესო იქნება თავის პოზიციაზე, არამედ ის ხალხი რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა თავის დროზე და ის ხალხი, რომელსაც დღეს უყურებ მაგალითად, ვინც ჩაეტია მეტანკრებად. ისევ მილიარდი დოლარი გეკნებათ. საბოლოოდ გუნდს, რომელსაც გააკეთებთ, პირველ რიგში მე უნდა მომეწონოს და მე, რა თქმა უნდა, მაყურებელი დაწერს საუკეთესოს. ხო, მე გადავწყვეტ ჩემი აზრით, აი რომელ გუნდს უქომაგებდი აქედან და მაყურებელი გადაწყვეტს მათი აზრით საუკეთესო რომელი არის. ლუკა მილორავა, ვიკა დაბადაძე და ანდრო ხელაძე მილიარდი დოლარით შეეცდებიან ტრადიციულ თამაშში ტრადიციულად საუკეთესო გუნდები შეკრან. რა ტაქტიკაა? 4-4-2. აი როგორც ნუ შენ დროსა და ეპოქას როგორც. ესე ზოგადად ის 4-4-2 არის მთავარი საფეხბურთო სქემა ფეხბურთში. საინტერესო. მე არ მომწონს. დღეს მიმტკიცებდა მაგას. მე არ მომწონს, თუმცა 4-4-2 არის 90-იანი წლების ერთ დროს გაბატონებული ფეხბურთი შემიყვარდა. გამორჩეული ტაქტიკა. ნამდვილად. მოდით მეგობრებო დავიწყოთ. თავარით დავიწყოთ რა, ჩემი საყვარელი ფეხბურთელით დავიწყოთ. და იყოს ეს კიჭა რონალდო ფორვარდის პოზიციაზე 100 მილიონად. ხო, ერთი რამე, შეიძლება რომელიღაც ფეხბურთელი რაღაც პოზიციაზე უფრო მეტად მიყვარდეს ვიდრე პირველი გამოტანილი, მაგრამ აქ შევეცადე რომ რაღაც ლოგიკა დამეცვა და ხო, ვინც უფრო ძვირად ღირებული ან უკეთეს, აი, ხო ხდებით რაღაც ამის ნაერთით, ანუ შესაბამისად პირველზე რომ თეორიულად სადღაც ყავდეს მაგალითად ეხა პირველზე რონალდო კი არა რომ ეთქვა ვიღაც ფეხბურთელი უბრალოდ უთქვა შოთა არველაძე, მეორე არ იქნებოდა მარადონა. და კიდევ ერთი დეტალი, ყველა ფეხბურთელი რომელიც აქ არის ვინც მე მინახავს ცხოვრებაში. გასაგებია. მე გადახვევებით რომ გარინჩა და პელე და ვიღაცები ნანახი მსგავს ფეხბურთელები არ არიან. ანუ ჩემ დროს 98 წლიდან უყურებ ფეხბურთს, ფეხბურთი აქვს დათამაშები. ოკეი. რონალდო 100 მილიონი. კიჭა. 100 მილიონი. ან 100 გაუტოლდებ. 300. 300 მილიონი, კი ბატონო. 300 მილიონი. რას ფიქრობ ლუკა ამ ყველაფერს? 310 მილიონი. ეიყვანოს. დავიყვან. საინტერესო ახალი ის არის ტაქტიკა. მადლობა. ბიჭო, რა ვიცი რა. სულ ეგრე ვაკეთებ. ერთი, როდესაც სხვადასხვა წუთი თამაში. 3, 300-ად რონალდო წავიდა ტაფსონასთან. კარგი ბატონო. ანდროის რატო გადაწყვიტე რომ ასე უნდა გიქნა? მეზარებოდა 105, 110. და 300 პედა, აი 200 რო გეკ. აი 300-ად მიღირდა. ხო და მეც ხა მივხვდი. მეც თუ 300-ად და აღარ გიღირდა. ნუ ეხა ეგრე თუ ჩაუწორო მანდებით. მე დავაჯერებ, ეს არის ინტერის რონალდო, სავარაუდოდ. პრაიმ. ინტერის რონალდო და მე მგონია რომ ძველი რონალდო. შეიძლება ყველა დროის საუკეთესო ცხრიანის ყავს შემოდგენილობაში. ჩემი აზრით კი. ვამბასტენი თან ერთად, მოდი თუ ერთით. კარგი. ცენტრალური ნახევარმცველი მეგობრებო პირველი არის კაკა. 70 მილიონი. 150. მიდი მილორ, მიდი. მე ვფიქრობ 80. 250. კაი, მოდი 260. მე ვერ ჩავერევი გაწეგები მიზების გამო, ვერ ჩავერევი უბრალოდ. 280. 5. რა 5? 205 ალბათ. ხო, 300 ანდრო. 300 და გამაც დავადებოთ. 295. 300 ანდრო, 300 და გამაც შევეშვათ. Hey now. კაკა გიყვარდა შენ? როგორც ხედავ. როგორც ხედავ. ძალიან გულისხმობოდა რომ მილანში თამაშობდა, მაგრამ შენი არ არის, უკეთესად ეხლა მაყურებლებისთვის განმარტო რომ ამის საყვარელი ფეხბურთელია. ნამდვილად. და მილორას ვიცი რომ ძალიან უყვარს, მაგრამ ეგრე არ არის აშკარად, ხო? საყვარელი მთავარი ფეხბურთელი. ნუმერო 1 არ არის, მაგრამ მაგას გიყვარს. ეხლა გაშაგებია რომ გიყვარს კაცო, რა თქმა უნდა აი გიყვარს. 300-ად მიგეს რა. 300-ად უყვარ. ეიყვანოს. 300-ად წავ. ეიყვანოს 300-ად. 300-ად კაკა წავიდა ლუკასთან. ვა. ბიჭო რა ვიცი 300 თუ კაკაგიც კაკასად მე უდიდესი პატივისცემის მიუხედავად 300-ად მე კარგ ფასად მიყიდია რონალდო. ნამდვილად. მე დღეს პრაიმ გაბრო ვარ. ეიყვანო.
პირველი მეკარე, მეგობრებო, ოკეი. ოჰო. სებასტიან ფრეი? დავით დეხეა 40 მილიონად. საუკეთესო ვარიანტი რო დეხეა? ბიჭო, რავი. 40-ად წავი. 45-ად წავიღო. 50-ად წავი. 15-ად წავიღო. 60-ად წავი. რავი, 65-ად წავიღო. აი, მე 10-ად და მორჩა. მარტო. ეივა. 70-ად წაიყვან. 1, 2 და 3. დეხეა 70-ად წავიდა ლუკასთან. რავი, მე საინტერესო იმედია გადანახო. არა, უჭოლოდ ეყოლება, იმიტომ ჯერ შე რავი, უარ ყავს რა კიდე გეტყვი და რატო ასწორებს? ეგ თუ გაითვალისწინა და რაღაცა, არ ვიცი. არა, გავითვალისწინე, რა თქმა უნდა, ის რომ მაგალითად ბუფონი მეორე არ იქნება. ხო, ამ გესვალო. ხო. დეხეაზე. ფასი ხეზე კარგი მეკარე აქ არ ამოვა. ან შეიძლება იყოს ისეთი, რომ ძალიან გავდეს რა. სებასტიან ფრეის თუ Oldo ჩამიგენა, შეიძლება. კარში ძალიან ბედნიერი ვიქნები. ხო, მომეცი. არა, მე დღეს აჯაბ სანდალის გაკეთებას ვაპირებ. ესე ბუას იცი როგორი ფეხბურთი ტარიბო ვესტებით და ამბოლ შავიერებით. მე გავერთო. თუ გონიათ რომ იქნება ეს ფეხბურთელები, ნახოთ, მე ხო არ ვიცი, მე თვითონაც არ ვიცი. ყველაზე კარგი იცი რა არის, რომ კარგი. ამის პრაიმი ფეხბურთის ხურების. შეიძლება მართლა ფეხბურთის პრაიმია ის. 98. მომეცი რონალდო არ იფლება გასაგებია. საუკეთესო დროს უყურებდი ალბათ ფეხბურთს რა. ჩემი აზრითაც, როცა დავიწყე მგონია რომ საუკეთესო დრო საყურებლად ეგ. ხო და შესაბამისად ბევრი გუნდი რეგენერატები რატო უნდა შეერჩიოს? 30-იანებში. აა, სხვას კითხე. გასაგებია თუმცა. ის 70-ში დაიწყო, 70-ს გეტყვის, 80-ში, 80 და ასე შემდეგ. მე არ ბავშვობის ვიტყვი სენტიმენტი მაინც ჩემს. მე არ ვიტყვი ჩემ პერიოდს. შენ დაიწყე? აი, ბანდერერას. 6-დან 7-დან ვერ ვიტყვი რა საუკეთესო პერიოდია. კი, ნამდვილად. ბანდერერა. კარგით, მოდი მარცხენა მცველი რატო იყოს. რონალდო გამოიშვა? პირველი მარცხენა მცველი იყოს, რობერტო კარლოს. რა თქმა უნდა, რობერტო კარლოს. ოჰო. 60 მილიონი. 70-საც გადავიხ. 100. ნუ 100. ავი 5 გადავიხდი. 100-საც გადავიხ. 115-ს გადავიხთ. 120-საც გადავიხ. 125-ს გადავიხთ. 140-ს გადავიხ. 155-ს გადავიხთ. 160-ს გადავიხ. 165-ს გადავიხთ. ურასეთ. ეს საშინე მოუძე. 170 და წეიყვანოს. 170-ად წავიყვანე რობერტო. მოიცა მილორ რონალდო და კარლოსი ეყოლება. არა უშავს, ყავს უკვე. 170, რავი. წაიყვანოს, რავი. 2 და 3. ამოწურე ჩემი თავი. ამოვსურე ჩემი თავი. მე არ გაიცნო. ეს შოუსთვის გვამეზადებს, რომ რაღაცა ვულკანური აფეთქება უნდა მოხდეს, თუ შენ ეს წაიყვანოს კარლოს ეხ სახლში არ მივივიდეს სტუმრად. კარგი, მარჯვენა მცველზე ვნახოთ რა მოხდება. აბა, კაფუ. 60 მილიონი. 100 მილიონი. 105 და აი მე წავიყვან რა. 150. 150 ოკეი ფასია, კი. 1, ძალიან ოკეი. 2 და 3 კაფუ წავიდა 100. პირველი ფეხბურთელი ანდროს გუნდში, ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველი. ანუ გოუთ მარჯვენა მცველი ყავს ანდროს, გოუთ მარცხენა მცველი მყავს მე. გოუტ კაკა მყავს მე. მე ჯერ ბრაზილიის ნაკრებზე მივდივარ და რას ფიქრობ, არის შანსი რომ 11-ივე ბრაზილია. შესაძლებელი არის გამომდინარე ჩემი პრეფერენციები. ძალიან საინტერესო. მე უკვე ხედავ რომ ყველა ცუდი გუნდი მეყოლება. მარჯვენა ნახევარმცველს შემოგთავაზებთ პირველს. აბა? დევიდ ბექემი არის მეგობრებო. 50 მილიონად. გამოსაცდობით არაფერი არ არის. ანდრო რა? აი შემდეგებზე ვნახოთ, რაც გამოიცნობს. შე? მოიცა რა, თავს მე რაღაცა უთხარი, გახმოვანება არავის არ უთხოვი. შეგონია ამალორია იგო? უიგ მავიწყდება. მოიცე. კაი, ხო. რა ხდება? 90 ბექემი. 90 ბექემი. 91. 15 აი. 11. 100 ბექემი. კაფ 5 ბექემი. 125 ბექემი. რა არის? 110 და კაი მო წავწე. წეიყვანე. 130 ბექემი. შენ ვინ აკა ბექემი. 3 ბიჭო, საინტერესო კონტურები გამოიკვეთა. რა. ილ კაკა ბექემი და დეხია. შვენიერი გუნდი. ძალიან კაი გუნდი ყავს. მილორად ძალიან კაი გუნდი ყავს. შენ მე კაფუ მყავს. მარცხენა ნახევარმცველი მეგობრებო, გამოვიცნოთ. რაიან გიგს. რონალდინიო რა თქმა უნდა. 80 მილიონი. 200 მილიონი. ამას თუ დამითმობთ, მე გპირდებით, რომ ყველა ფეხბურთელს დაგითმობთ მომავალში. რავი, აღარ ვითამაშოთ მას. 300 მილიონი. 300 მილიონი. შვიდი მაშინ. ჩემი 300 ამაზე რა. 310 ჩემი. ზეიოხანოს? ისევ? მე რითივი გაიფო მაშინ 315 და ტვინი აღარ 315 უკეთესად მე ტელეფონი უნდა გავთიშო. ისა 320 გადავიხდი და ჩაუწერე. ფული ამდენია. ფული აღარ მექნება, მაგრამ არა უშავს რა, მომეცი. და ვიკაიფებ მე წავაგებ და ბრაზილიელები მეყოლებ. მე რითივი გაიფო. ეგეც არის რონალდინო თუ რონალდოში გაგიჩ. კიდე იქნებიან. 325. ჩემი საყვარელი შოუმენი. თუ გინდა გაგაცვლებინებთ. გინდა? ვიში? თუ რონალდოს მოქცევ და რონალდინო მომეცი. რამდენად მომწე? რავი რა 310 მაგ გადახდილი. შენ მე რონალდინი უფრო მიყვარს თუ რონალდო? რონალდინო. მართალი ხარ.
კაკაუფრე იყოს თუ რონალდინი? არ გამი. აკა, მარა მაგიც ზოგინა. რონალდინიო ძალიან მინდოდა ანდრო, ანუ ხო. ასე გეტყვი. რონალდი 320 მაშინ და იქ. რა შვებით? მათამაშე რა გთხოვ. კაი. 325. კაი, 335 და ანდროს მივცეთ რონალდინიო, რომელიც ანუ მე ნახე, თამაშს გააფუჭებ, ანუ არა, ძველი ანდრო იქნება. ვერ გავცვალე რა. ძველი ანდრო. ჩემი ბრალია. აი, ჩემი ბრალია. არა, მე ჩემი ბრალია, ესე ბო, იმიტომ რომ მე უნდა გამოცვალო რომ რონალდინო იქნებოდა შენი საყვარელი პრემიერლიგის სიაში. არა, მე თამაშის გაფუჭები. როგორ წარმოგიდგენიათ ბრაზილიის კომაგი ბრაზილიის კომაგს რონალდინიო არ მიყვარა აი ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია. რა გეხოჭე? მე ვილენი ვიყავი და ეხ კეთილი კაციო. კაი ლუკა არ ვიცი, მაგრამ რონალდინო მეგობრებო ეს პოზიცია დაგვრჩა ცენტრალური მცველი მადლობა, რა ვიყვანე ის მირჩა. ცენტრალური მცველი დაგვრჩა და პირველი ცენტრალური მცველი არის კანავარო 60 მილიონად ჩეკანავარო. კანავაროს ავიყვან 60-ზე აი. და შენ სუკანავარო? მე წავიყვან 70,000 ვიღით. კაიაკატა და ტაფსი როდის დაილინკნენ ერთმანეთს. კაიაკატა. როგორ ხდება ტაფსის კაიაკატა რა? მაგალი დონის პოეზია არის და შესაბამისად პარმას კანავაროა მაინც იცოდეთ რატო ბალონდორის კანავარო რატო არა? ჩემთვის ფავორიტი პარმასია თორე ისე 75. საიდანაც გინდათ 15 მილიონი. 8 და მაშინ 80-დან. კაინო 90-ს გადავიხდი კანავაროში და წავიყვან თქვენ ნებართვით. კაი, წაიყვან ეგეც. ეგერიც არ მადლობა. სამი კანავარო წავიდა მე 90 კანავაროს მარჯვენა ცენტრალურ მცველად დავაყენე. ხო, აბა. რატო? იქნებ არა ის აკეთეს თამაშობ. ხო, მაგრამ ალბათ საციასაც მოიყვას ვინ. ხო და მაგიტო დავაყენებ. მეორე მარჯვენა მცველი გამომაქვს კაფუ გავიდა და ლილიან ჭურამი მეგობრებო 40 მილიონად წიურამი? რამე დიდებულია. ჭურამი აი, წავიყვან 40 პროცენტს, იმიტომ რომ ის აქ გადადილი ხორვატია. მარჯვენა მცველი მეც ძალიან მჭირდება რა. 50-ს გადავიხდი ლილიანში. 15. აი 60-ს გადავიხდი ლილიანში და აი, ურამზე ნუ გაგიჟდები. დაუქნა მარჯვენა 65-ი, აჰა. მაგაზე უკეთეს არ იქნება. შენ აი 70 მაგიტო ამბობ. შენ გაჩუ 70-ს ვიხდი. შენა, გარე დამელოდე. მე კი მგონია რომ სადღაც ერთი დონის. ეგ ისაა? გრუშა და ისა? არა, ეგ ale არის. ალე. ამდახან ბრავო შენ. მართალია, ალე. მადლობა. 75. ale იქით იყოს და კაი, ნუ 80. ალეში ვიხდი 200. აიყვანე 80 მილიონად ლილიან ტურამი მიმყავს. კი ბატონო ლილიანი. ამასობაში. ამასობაში არ გადავაკუდე. ლილიანს იცნობს და მაგიტო წაიყვანა ეს. კაცი არის. კი, რობოტს უთხრა რომ ლუკა შენთან მარკოს. მოდის ან 10 მილიონად ხავი ერთზანეტი ან 5 მილიონად ეს ან 5 მილიონად ეს ფეხბურთი ძალიან დიდი სისულელე. 10 მილიონად ხავიერ ზანეტი? გონიათ ხავიერ. ძალიან დიდი სისულელე ვქენი რომ 80 გადავიხარე ლილიან. ინტერის კომაგი ვიყავი მთელი ბავშვობა და ვიგეგონა ზანეტი პროსტა ფეხბურთელი. 10 მილიონი. ანუ მესამე იაფი იქნება ყოველთვის ეგ დაიმასოთ ყოველთვის იქნება იაფი იმიტომ რომ ხო უნდა იყიდოთ ეს ფეხბურთელები წინანდელ შემთხვევაში უნდა ჩაგისვა არ დანახე რა. ხელთათმანი დანიელოში მოკლედ 5 მილიონად ეს ფეხბურთელი წლები მანძილზე სხვადასხვა დროს ჩემი ფენტეზი გუნდი ჯილა იყო პრემიერ ლიგის ფენტეზის გულისხმობ ირლანდიის ზღვასთანაა დაბადებული და 4 გოლი აქვს ნაკრებში ჯონოში არის. რაც არ უნდა ბრიტანელი იყოს ზანეტის ჯონოში ზანეტი როცა ყავს. ალექსანდრ არნოლდი იყო 5-ად უფ რა ხავიერ ზანეტი და ხავიერ ზანეტი და თან 10-ად ხო? ორივე ფლანგზე ათამაშებს და საყდენადაც ჩამოწევდა აიკონი ყავს გუნდში. ალექსანდრ არნოლდი. ინტერის სახე მყავს გუნდში. ტრენტი მე ძალიან მევასება დაუფრო როცა ლივერპულს თამაშობდა სანამ გაყიდიდა თავის გუნდს, მაგრამ ხავიერ ზანეტი არის ხავიერ ზანეტი. აი სამი ადამიანი ვინაა ვინც ინტერზე გახსენებათ. ზანეტი. ერთი ხო ზანეტია. რონალდო და რავი პაკეტი. და მოურინიო. მე რეკომენდდება კიდე სულ რეკო. თავის ისტორია მაგრამ ზანეტი მე იმის თქო რეკობა არ გეყოლება უკაცრავად. მე კამბიას რონალდოს რო გვერდით მივუყენო? არ ვიცი მე მახსენდება რიკი ალვარეს ინტერს. მე კუზმანოვიჩი. კაი. მეგობრებო, მეორე ცენტრალური მცველი იგივე ფასად არის ნესტა. 120 მილიონი. 25. 130. 135. 150. 155. 170. 175 და მე გავარ. 180 და მე 185. ეგა ხარ? 185. 190. კაი, 195 და 200 აღარ ვიხდი. მე რამდენი მაქვს ფული? 515. ვა. კი. 200 მილიონი. 200 აბსოლუტურად. რომელსაც შეება 150 მერე. აბსოლუტურად შეება 150 და 6 ფეხბურთელი. ხო და მე მივხედოთ ანდრო. 220. 200 და 205-ზეადე. 220 კაცი. 220. 1 იგი არა.
2 და 3. ვეღარ წავიყვან, ანუ ვეღარ შანსი არ. მე მართლა გუნდს ვერ ვაკეთებ. ფიზიკურად არ მყოფნის არაფერი, რომ 11 კაცი შევკ. ამ წუთას ფული 490 აქვს ლუკას, 350 ტაფსონას და 295 ანდროს. და ანდროს ყავს ასევე ყველაზე ცუდა ფეხბურთელი. 3 ფეხბურთელი ყავს. 350 მაგნიკა უკაცრავად? შენ გაქვს 350. 300. მაგრამ რისთვის ვინახავ ხა ბოლოს ყავს ეს ფული დამრჩება ჩეჩქად. ბიჭო როგორ მაგ? არ მე დღეს ვაფშე არაფერი არ დამრჩება, რა ფეხბურთელი. ტურა. შენ არ დაჩება, მე დამრჩება. მეორე ცენტრალური ნახევარმცველი მეგობრებო. ხო. ტონი კროსი 70-ად. ო, samba do Brasil. რატო ასა 70-ს გადავს. ტონი კროსის ხოლოდ ის ბუცები და 75-ს გადავიხი. 75. ტოპ ნახევარმცველი. არ მყავს მილორთან მენახევარ. ტოპ ნახევარმცველი. კი და ტოპ ნახევარ. 80-ს გაჩახ კროსი ის. ტონი კროსი მოგვენადრება. 85. ისდებოდი მის 90. უსპასებზე 100-დან 98-ს უსაკეთებდი. სოფასკორზე? ბევრსაც აღარ განახილოს ეხმარებოდა იქით გაიქეციო და ის აიყვანოს 90-ად მილორთან. 90-ად ლუკასთან წავიდა კროსი და კაკა კროსი ყავს შუაში. ემოციური იდეა. მარავინ არ მყავს. რა არავინ არ რონალდო ყავს და დაცვა ყავს. რაც მყავს საუკეთესო, მაგრამ ნუ მაინც. აგავს მეკარე, მეორე. მე მყავს ფეგარეობა. ფრანჩესკო ტოლდო მეგობრებო. დიახ. 20 მილიონად. ტოლდო თქვი ისე 20 მილიონად. ჩაწერილია კამერებში, გამოჩნდება ყველაფერი. ეს იწევი. რა ღირს? 20. თუ გამიძალიან და წაიყვანე მაშინ. 25-ად ძალიან მარტივია, პროსტა 35-ს გეტყვი და 40-ად წაიყვანე. 40-ს გადავიხდი და დავიყვან ტოლ. 40-ად 1 ტოლდო. და 3 ტოლდო წავიდა. ანდრო შენ გინდა ეხა ბრინჯი თუ ქათამი. ხო იცი რა ხა მაგას ღმერთი შეგხვდები. ანდრო რატომ უნდღები არ უსიოს ეს სავარაუდოდ არ სერიოზულად ფონი ძალიან ხალხი ვიცი შენ გაკანდრო 10 მილიონად. ძალიან ხორხე კამპოსი. ან ხორხე კამპოსი. ან 5 მილიონად ეს ფეხბურთელი. რა თქვა უნდა იმას შევს და ეგრევე ვთქვათ. ლუკაში დაიბადა. ეს ჭრელი მოკლე. ლამაზი ფორმატი როიცო. სადევიბადეთ? ლუკაში დაიბადა. ო 1998 წლის მსოფლიოზე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და ჩეზარე მალდინის კარგად იცნობს. ვიცი ვინჩა. მაგას წავიყვან, იმიტომ რომ ხორხე კამპოსის წამი არ მაქვს. ვიტყვი შეიძლება გოვინე. ხოსე ლუშილო ერთ. სწორია. ჯარიმებსაც შეასრულებ. ნუ ტოლდო მირჩევნია როგორც მაგარი. აუცილებლად რამდენი წაიყვანა? 5-ად. 5-ად ეხა მე 5-ად და ვიცით მაინც ვინა. შაურმა გადაიხადა იმაში ჩილავერჩი ანუ რა. ჩილავერტი ჯარიმებს შეასრულებ. შემდეგი ცენტრალური მცველი რიო ფერდინანდ შემოგთავაზებთ. ო 40-ად. რიო. 40-ს გადავიხდი. არ გადამრიო. რიო ფერდინანდი რომელთანაც პადელი ითამაშა ნიკოლოზ ტაბატაძემ. კი ბატონო რომელთაც ფოტო გადაიღო მეუხენში. ასე. პადელი თამაშა რიოს. პადელიც ვითამაშეთ კი რიოსთან მომიგო უშანსოდ დავმარცხა. და დამატებით დროის ერთ-ერთმა მაყურებელმა უწოდა მას გონება ჩლუნგი. აბა ბიჭო, არა გაბრო გაგიჟდა. აუ ვინ უწოდა? გონება ჩლუნგიაო რიო ამატევი ფერდინანდი. დროის ერთ-ერთმა რადიკალმა ექსტრემისტმა მაყურებელმა რიო ფერდინანდის ნება თერი გონი. ჩუნგი რა დაუნდა თქვა რიო ფერდინანდს. არა, ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური მცველი. მე მაგ ვერსია. კალადეს ეს ტურა და მაგიდა. აჰა, გასაგებია. არა, მაქამდე იყო. მანამდე იყო, მე ჩამოვიდა ეგრევე, ხო? ხო. ჩამოვიდა ეგრევე. ზუსტად. მეგონი კაი 50-ამდე თქვი? მეგონი გამოთავისუფლა, 45. 45. შენ? 40-ს გადავიხდი. 50. წავიყვან მილორ გთხოვ რა და შემდეგ. მილორ. აი 55. აი 60 და შემეშვი აღარ მინდა რა. არ ხალხელი შეხო. ვიცი ამას წავიყვან და მორჩა. 65 თელ დასოს დააკომპლექტებ. ვიცი და თელდასოს რა ვაგო. მოიცადე ცოტა ხანი 65. 65 ერთი? რამდენი მაქვს ფული? შენ გაქვს 310. ვინმე კაი შემტევი გეყოლება შენ. 1 2 70. 50. 70-ში მიყავს რიო ფერდინანდი? დავიყვან. და 4 მცველი მეყოლა. ტოპ. 70 და შენ გშევა 310. კაი, მოდი ერთსაც გაგიძურებ. 75. 75. აიყვანოს ეს. ვიცოდი. აუძურეთ მილორეს, მაგრამ თან არ ვიქნებოდი მფლობი მოყოფილო მინდა გითხრა. შემდეგი ფორვარდი მეგობრებო. არის? ანრი ტიტი 90. თქვენი უბრალოდ 150. მე ხარ ვიყიდით ვერავის. 155. 170. 175. 190. 200. 205.
ანუ იცი ხო რა 290 გაქვს? Yes. 205-იო. რავი, მე გავატანდი. 210. 215. 220. არი და რონალდო იყოლება და 225. კაი 230 და წაიყვანე თუ გინდა, ან მე წავიყვანე. ბიჭო, იმდენი ფული დამიტოვე რომ თამაში არ ჩაიშალოს უბრალოდ. ანუ 200 ამას რამდენი რჩება? 230 რო გადაიხადოს, რჩება 80 მილიონი. და რამდენი კაცი აქვს ასაყვანი? ბევრი. ქებაძე დაუშვს რამდენი ყავს? კიდე 5. ხარკავ არსენიშვილს? კებაძე დაუშულს რამდენი ხარ. კაი 240. წაიყვანოს ტერიარი. წევიყვანე და 240-ად წაიყვანოს. არი და ხონალ ჟივი უმყავს ხალხო. და მე მაგრამ შემდეგ ფეხბურთელებს ვიყიდი აი უბრალოდ რა ვიცი. ანდრო აგერჩევნია. ხის მური თუ ქვა. ქვა. მე მყავს ასაყვანი 6 ფეხბურთელი. მე ტაფსვა და ლუკა ერთად არ უნდა დაგესვით. ჩვენ ვართ აი ერთმანეთისთვის ჭიკარტის დამდებები სკამზე. არც ერთი გაახარებს არც ერთს. ძალიან დიდი და ამ არც ერთს გახარებაში გაიხარებს ვინ? ნიკა ესე. აღურებელი. რუსეთი. ყველას მტერი. კარგი. დაქსაქსულები ვარ და იმიტომ. შემდეგი ფეხბურთელი მეგობრებო არის მარცხენა მცველი. მე არ მყავს. მე მყავს. მე არ მყავს. და ნარჩენები მე მილორ მე ლამცეცობაზე მოვა. რა ყირს? 30. რო გავიყვან. ვინ წაიყვანე? 35. ეშლი 15 მილიონი დარჩება. ხო. წაიყვან. მადლობა. ეშლი კოული მშვენიერი პიკი ყავს ანდროს. რავი, ახლა ვიღაცები ვერ მოუვა იმედია, ხო? იმითაც არ ეყოფა. მისტერი ბოქსითაც არ ეყოფა. მე მგონი 5 მილიონი არ ყოფს 5 მილიონი. ხო, არ ეყოფა. You're my mystery boy. შენ დაგჭა ლუკა 10 მილიონად ლეიტონ ბეინსი ან? ან 10 მილიონად ეს ფეხბურთელი. მაგას. ნაკრებში. ეტო ლეიტონ ბეინსი. ასე მეტი მატჩი. აჰა. ბავშვობაში მისი მარცხი მიხაროდა მე პერსონალურად. და თავისი ქვეყნის FIFA-ს თამაში Road to the World Cup 98-ის გარეკანზე იყო. შენ იტალიელებს აგება გიხარ. მალდინი. კიდე ისე და რავი, მაგას ვერჩი. მალდინი არის ეს ტიპი. მალდინია. ხო? აუა მალდი. ამდენად? 10 მილიონი. Yeah, it's a big show. It's a big bad morning now. სტიბაღი. მალდინი ძალიან იყო ფლაგებზე. ანუ მალდინი წაიყვანა რამდენ მილიონად ბოდიში. ეგ ანდრო მოიგონა და იმიტომ. ხო. ამ წუთას რატო ეს იყო ეჭიდავ? წავიღებდი უეჭველი, რატო შემეჭირე? ეს შეგოლზე რატო ეჭიდავე? შენ იქნებოდა? გაუძვირებთ ხო და 10 მილიონით მე. აი ხა ლუკა. ანუ მე კაროლოსში გადავიხადე 170 ხალხ ადამიანს ვერ გააძრობთ ვერს. 170 გადავიხადე კაროლოსში. და მან 10 წაიყვანა მალდი. აი მე ამეშოთ კეთილი ხალხი. მარცხენა ციხე, ფულარა, ისა, ესა. ესენი არიან ანდროს არ გავახარებთ ბიჭო. აი მაგ მოტივაცია. საჭმელს არ შევჭამ საკჭი უნდა მან არ წეიყვანე. დილას ფაგე. წეიყვანე ბიჭო, წეიყვანე. გოუც ნახევარმცველია, მარცხენმცველია რომ ამბობდა მე წავიყვანე სინამდვილეში გოუც მარცხენმცველი. ცენტრალური ნახევარმცველი შემდეგი მეგობრებო პატრიკ ვიეირა. 15 მილიონი. 20 მილიონია ზაწოლი. უკაცრავად. დავსონ შენთან 25-ად ვიყიდი. 40 მილიონი. 40-ად ვიყავ. 40 ღირს, 40 ვერ გადავიხადე. არა შენთან მოდის. უჩვენი ჩემთან მოდი. აი არა უშევს. გადაიხადა. არა უშავს ავიტან ერთ ვიეირას. რა ხდება? ეს რა ვიცი. გაგიჟდა შეიშალა ბიჭო დღეს რა. ვარდენი გაგიჟდა. შეშლილ. აუ ეგეთ განწყობაზე ვარ აუქ. გაიგე. კარგი. რო შემდეგი ფორვარდი on რა აზრია გამარ ხალზე ისეთ ფაზები წერია. რო ვერავის ვერ არის. განინო. მე მაგფული. დიდია დროგბა არის შემდეგი მეგობრებო. რო რანინო. 40 მილიონი. რო რანინო. 40 მილიონი. ვალერიანი ზოგერდოზი აქვს ეს უგეცოდ ბევრი. ბალერინას არა. უფრო უნებელი არა ეგ არის. დილას ეს ბალახოვანი. სიუებს, სცენარეული. სისხივების არ აგითხათ, მაგრამ ტრაქს კი ნამდვილად. აბა რომელი ფილმიდანაა? მიდიოდა მატარებელი. ასლა. დიახ. კაი, დროგბა 40 მილიონი. უკეთესი რავი წავი. მე რამდენი მაქვს? არ გახსოვთე? არა, ხანდაკებარობა. სისხივების 315 აქვს ლუკას, შენ გაქვს 270 და ანდროს 15 მილიონი აქვს. დროგბაის 40, 45. 50. 55. 60. 65. 85. მიეც. რო
ალვარო რეკობა მიუყენე გთხოვ რონალდოს გვერდით და მეც გამახარე შენც გაიხარე. მეგობრებო, შემოგთავაზეთ მარცხენა ნახევარმცველს შემდეგს. კი, მე არ მყავს. რობერ პირესი. მე არ მინდა აბსოლუტურად მიდის. ჩემთან მოდის? კი. რატო შემეტენა ეს მთელი არსენალი? გიეირა ჩემთან წამო. არ გადაიწყო პირესი. 20 სიგარი არ მოდის. 20 სიგარი და 20 მილიონი არ მოდია? არ მიწა, არ აი პირესი. აი ყვანი. სენდეროსით არ მჭირდება ეს პირესი. მართლა რამდენს ვიხდი? 20. ანდრო, შენთან მოდის 5 მილიონად მარკ ოვერმარსი, ან 5 მილიონად ეს ფეხბურთელი. მარკ ოვერმარსი. ანდრო დები რატო? გაუგზავნა თავის თანამშრომლებს, ასე რომ ჩემთან მოდის სხვა. კი. ერთსა ანდრო რა მარცხენა უი არ უცოდი რა ვიდები რამდენი გავუგზავნა. რონალდინიო შენ ყავს. მოკლედ მარკ ოვერმარსი შენთან. არ ვიცოდი ეგ რო გაუგზავნათ. რამდენად? 5-ად, ან 5 მილიონად ეს ფეხბურთელი. რავი, ალბათ ეს გაგიგზავნიათ. პირველად რომ ნახე, ერთსა. მოკლედ ეს ფეხბურთელი ასევე 5 მილიონად. პირველად რომ ნახე ეს ფეხბურთელი, მეგონა რომ ამაზე მაგარი ფეხბურთელი არ არსებობდა. არა მინიშნება უეჭო. მეორე მინიშნება რომ დროის ფლასთან ერთად აღმოაჩინა რომ ამაზე მაგარი ფეხბურთელები არსებობენ. ია, რაიმე. და სოფლიოზე შეცვლაზე ყველაზე მეჯერ ეს ფეხბურთელი შემოსულა. რეკორდსმენი არის. ამა რეკორდსმენ. ცუდისაა, კაი, რაზრეკო ვერმარსა. მე ვხვდები, შეიძლება ვთქვა ჩემი ვარიანტი. ვხვდები რა ეს ისულელია, მაგრამ დენილსონი? დენილსონია. ოვერმარსა. ნუდებიანად? აიაქსის დირექტორი რო იყო, უგზავნი და თანამშრომლებს არა, თანამშრომელს მე მგონი და მაგის გამო გააგდეს. ბევრს ხوار გაუ. ძალიან სულად იქცა. აბა, ხალხო. სლექში ჩავაგდოთ. სენდო. Everyone. სეტსეიში რო აგდეს. აი. ცენტრალური მცველი და ფორვარდი დამჭა მე. Really? ოვერმარსი წაიყვანე, ხო? შემდეგი ცენტრალური მცველი უკაცრავად მეგობრებო არის რობერტო აიალა. შესაძლებლობა. რა საშინელო ძალიან კაი მზოლია. 20 მილიონი. გერმანიას და თამაში არ გინახავს 2006 წელს. წესი ვარიანტი. 20 მილიონად. 20 მე გადავიხდი 20 მილიონს აიალაში. ეს ნახოზე გადავიხდი. ჩვენი შენ ყარყავს მე. ბოლო მე მეოთხეს ვიღებ რა, მეოთხე მცველს. ვიღა შენ ყავს ორი მცველი ანდრო? ერთი არ მყავს. ერთი არ ყავს. 20 მე ვერაფერს ვერ ვერევ. მე შენთვის საფრთხეს აღარ წარმოვადი. ანუ ბოლომც არა, ბოლოა. შენ ბოლოს უნდა გატირო ანდროს რატო უკლებ ფასებს, აი ეგ მინდა მაგას ველოდები. შეიძლება 20 უბრალოდ ეგეს ჩასვით მაშინ, 20 წავიყვან რა, აი. კი, ამას ეგრევე. ჩემია, მადლობა. 3 აიალა წავიდა. ბიჭო, ძალიან მომწონს ჩემი დასვის ხაზი და მე მთავარია შენ როგორ მოგეწონებოდა. ქვეყანა აიალა. აიალა მაკლია კაცო. აი, ნახევარმცველი. Yes. კანტე. ენგოლო. მე მყავს ნახევარმცველი. 30. შენ მეწე, თქვენ და იერა კანტე ერთად რა არის ანუ. მე მომეც კანტე თუ არ უნდა შენ უნდა წაიყვანო. რატომ დავამატო? იმიტომ რომ ჩვენ ყავს რა თქმა უნდა გაატარე, მაგრამ მე არ მყავს ნახევარმცველი არც. ამას საერთოდ ამას ფული არ აქვს. ამას ფული აქვს შენ მიმყავს და შენ. ანუ იერა და კანტე მიდი ერთ ჩაუსტავს. იერა კანტე პირესი ჯერ ხო საფრანგეთის ნაკრები. ენგოლო. იცხოთ რომ ტურამიც მყავს? მე მაგ საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო ყველაფერი. გასაგებ, ნუ კანტე ხო. კანტე მე. აი, ჩემთან წამოვიდა ნუ კანტე. თუ გინდა გავატარო და მისტერი ბოქსთან ვიღაცა მოგიწევ და ავტომატურად უეჭველი აი. ავტომატურად ხო და ეგ მაშინ ეგრე მითხარი რომ ან კანტე ან მისტერი ბოქსი და მისტერი ბოქსი არა, მისტერი ბოქსი არ არის. არ იქნება ანდროს ეგრე. ამოვარდება, იმიტომ რომ ეხა წესით შენ ხო აიყვანე აიალა. მე რატო არ მქონდა მისტერი ბოქსი არც ერთი. არა, იმიტომ რომ უნდა მოგიწევს. უყურე ხა რატო ვარდება აიალა თეორიულად. იმიტომ რომ წესი თუ არავინ იღებს. იალა თუ კანტე. კანტე ბოდიში. უნდა აიყვანოს ანდრომ. ანდროს არ აქვს ფული. შესაბამისად, ეს ფეხბურთელი. ბოლო ამან აიყვანა ანდროს ხო? და ვარდება ანუ. თუ გინდათ აგდებ კანტეს და ერთ-ერთ მისტერი ბოქსი ავტომატურად არა ბიჭო კანტე როგორ არ მინდა მაგრამ ნუ აი ამ სტილში ხა არ მინდა არა კანტე არ მინდა კანტე ვიღირა კანტე დიდი პატივისცემა მაგრამ მადლობა კანტე დარჩა განზე რომ მიდოდეს ავიდოდეს დაბლში საწყალინგოლო ნამდვილად ესე დავიგე გოლო წავიდა არა კაცო რა დავიკიდეთ ვიერეს არ ხდება ვიღაცამ კრეატ პასი ხო უნდა გააკეთოს წინ და კაცი ხო უნდა მოვატყუოს თორე შემდეგ ფორვარდ შემოგთავაზებთ მეგობრებო ფორვარდს შენ ვერ იყიდი სევანდრო ისე 40 მილიონი ღირს და არის რობერტო ბაჯო. მე ვიხდი ცხენის კოდი ხტაებრივი 100 მილიონს ვიხდი. 105 ვიხდი. 110 ვიხდი. 120 ვიხდი. 120 ვიხდი. 140 150 ვიხდი. 155 ვიხდი. 160 ვიხდი. 165 ვიხდი. 180 ვიხდი. 185 ვიხდი. საიყვანო სამუ. აღარ მაქვს ფიზიკურად არ მაქვს. ბაჯო ჩინებული არის რონალდო ბაჯო რა დუო მეყოლა. თუ ბაჯო და როგორ გძელება? დროგბა ბაჯო?
ის რო პაპაზე კმაყოფილი არ არის. მაინც ასოთ მოიცა. არ ვარ? ზან ყოფილი. კმაყოფილი ხარ, გაივნახო. ხუმრო? კი, გიყოლება თავისუფლად ეგეთი. კი, ნახე. აი ეს მენა ის ხარ დრასთან სამბობდი ის ხარ რესტორანში ვჭამო და ვიღაცა რომ მეუბნება რომ ცუდი საჭმელიაო, მაგრამ იქ ხარ ეხა ზუსტად. არა, ნახე ხა. რო ძალიან კომპლიმენტებს გიკეთეთ ბიჭები. მაინტერესებს რომელი მოიგებთ. მე ხო შემატენეთ 700 მილიონებად ისინი. მე თქვენი სიამოვნეთ. ამათ ესენი არიან აი ისინი. თვითონ თავის სიხარულს ურჩევნიათ სხვა იყოს უბედური. სხვა რაბე. შემდეგ თავის სიხარულს ურჩევნია სხვა იყოს უბედური. დაგწყევლის ბიჭო. მეზობელი ვით. მე სადაგწყევლე ბიჭო. თქვენ ხართ ხო ეგეთები. თქვენ მეკეთილი ადამიანები. მე გულში მატკრობთ ორივეს ბიჭები. მეც ანდრო. შემდეგი მეგობრებო გამოვიტან ცველს. აბა? ცენტრალურს. ტარიბო ვესტი 10 მილიონი. ხო გამოვიცანი რა და. მე ანდროს ხდება ტარიბო. ანდრო წაიყო აი და. ანდროს და მენის ტარიბო ვესტი. ჩასვი. ან მისტერი ბოქსი. კი, მისტერი ბოქსი აქვს რა თქმა უნდა. კაი, 5 მილიონად ეს მისტერი ბოქსი, რომ რაღაც დაგჭეს. მხოლოდ ერთ კონტინენტზე უთამაშია. Yeah. საკლუბო ფეხბურთო რაღაც შეიძლება ნაკრებში შეიძლება აფრიკაში თამაშობდა ხო? და უჭველი ევროპა. ვალერი ლობანოვსკის სონისადმი მიზნულ თამაშია გოლი გადანილი. და ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ორჯერ გახდა. ვაუ, ვინც არ უნდა თქმა უნდა ეგა. ვინც არ და კაი არის გონი ვიღაცა. ნემანია ვიდიჩი. რა თქმა. კაი, შემდეგი ბიჭი ნესტა კომლიკაფუ? შემდეგი ცველი შენთან მოდის ხო ავტომატურად. შემდეგი ცველი არის შენთან ხუთად ლუკას რადებე. ან ხუთადვე შემოთავაზებ ამ ფეხბურთს. აზრი არ აქვს ჩემს ბოლო ფულისა. ბოლო არის? თოთ მაგით ამთავრებ? რადები. მაშინ ამას შეკრა გუნდი. აბა რა აზრი აქვს ხო? მაშინ არ გამოვიტან ამ ცოლს. რატო რა აზრი აქვს? ნუ დაამთავრებ და. დავამთავრებ რა. კაი. ლუკას რადებე 5 მილიონად. რა თქმა უნდა ის. ის ფეხბურთელი არის ლეგენდარული კამბექის მონაწილეა. მაინც ვიტყვი. ოკეი, მიდი. კამბექი შეიძლება იყოს სერია და არაერთი თამაში. გასაგებია, მიდი. აჰა. ანუ სერია. ამ შემთხვევაში გეტყვი რომ სერია არის. 15 მატჩი აქვს ნაკრებში Yes. და მინიმუმ 1 ტიტული აქვს ლა ლიგაში. გრავი, დეპორტივოს. დეპორტივოს წველი. მოიცა დეპორტივოს. ნურედი ნაიბეთი. ნაიბეთი. ნაიბეთი მართლა გევასებოდა. მართლა. სახელ და გვარის გამო პირველ რიგში. კი ბატონო. ერთი სიგიჟე მაინც შეხვდა. კაი. ნურედი ნაიბეთი. აი, ლუკამ დაასრულა გუნდი. ცენტრალური ნახევარმცველი. აბა? შემდეგ გვაქვს ედგარ დავიცი. ჯერ დამსვენასთან მინდის სავარაუდო, იმიტომ რომ მეტი ფული. შენთან მოდის ხო? უეჭველი ჩემთან. იმიტომ რომ ლუკამ აირჩია და კი, შენთან მოდის. დავიცი ვეიერას ნახევარდაცვა ყავს. ვაუ, შვედიერი რაც გინდა და კრეატიული პასი არ გვექნება. არა, ამას ის აქვს, მისტერი ბოქსი აქვს. ხო და მე წამიკითხე. მისტერი ბოქსი. მოსისხლე 10 მილიონად არის ორივე. ოკეი. მოსისხლე მტრებიდან ორივეში ითამაშა. კარიერაში 150 პლუს გოლი გაიტანა. აჰა. და მის ძმას 98 წლის სოფლიოზე ერთ-ერთი ცნობილი აღნიშვნა აქვს გაკეთებული. ლაუდრუპი ბიჭო. ლაუდრუპი მე მყავს რა თქმა უნდა 1 მილიონით. სწორი ხარ. აი პასის გამგედებელი. მადლობა, მადლობა. ედგარ დავიც ბოდიში, მაგრამ ვიეირა ლაუდრუპი უკვე ძალიან თან 10 მილიონად ხო? კი, შენთან 5 მილიონად არის ანდრო JJ ოკოჩა. ბიზნესის საყვარელი ფეხბურთელი. ან 5 მილიონადო ეს ფეხბურთელი. ორ სხვადასხვა საკვალიფიკაციო ტურნირზეა გოლი გატანილი, ანუ მაგალითად რო წარმოიდგინო 2002-ის სოფლიოს შესარჩევი და 2006-ის. ასევე. ერთ პრემიერ ლიგულ კლუბში ლეგენდარული მოთამაშე ჩაანაცვლა. ხო რა, ის რომ მოვიდა, მე ის მოთამაშე ცოტა ხანს წავიდა და მის მაგივრად დადგა. და 2007 წელს კლუბის და ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ვაუ. JJ ოკოჩას სტატ მოფტუში. ბიჭო JJ ვახოს სპონჯი ხო არა ვიყო ანუ ბიზეჩების. ვახო ხო მაგარი იყო, მე ვერ მოვესწარი JJ. ვახოს მოკითხვა ჩემგან უდიდესი. ოკოჩა ძალიან. მიდი შემპონჩი რა ვინც არ უნდა იყოს JJ. ან მაგარი. მიკაელ ესიენი იყო. JJ ბიჭო. JJ ოკოჩა. ფული რამდენი მაქვს? ფული გაქვს 220 მილიონი. 220 მილიონი ორ ფეხბურთელს როგორ? აუ რამდენი ფული აქვს ბიჭო. შემდეგი არის მარჯვენა ნახევარმცველი და ფრედი ლუნბერგი, შენთან მოდის. რა? ეს არსენალი რა თმინდა? ანუ მთლიანად ვერ გავიგე რა. და ფრედი ლუნბერგი. რა ვქნა? სხვა არ არის? ალტერნატივა არ აქვს? ანუ პირესი ვიეირა შემოგთავაზებ. მაკლია გეტყვი. ალტერნატივა შემოგთავაზებ და ანდროს მივცე მე თუ რამე მისტერი ბოქსთან ფრედი ლუნბერგს. ალტერნატივას გიშ. გაისკა მენდიეტა.
მარჯვენა ნახევარმცველად. იცნობ თან ხო ყავს ანახი გაის. არა. გაის საბაძებ ნახავს, შენ არ გინახავს. არა, კაცო, არა. მაგ გაის ცენტრალური ნახევარმცველია. და მარჯვნივ თამაშობდა ხოლმე, როგორ არა, კაცო? ნუ ამიგვანეთ, ცენტრია უფრო ნახე თუ გინე ტრანსფერ მარკეტინგი. მაგიტო სხვა ხوار შემოთავაზე. კაი, აიღე. სხვა ვინმე ხوار შემოთავაზე. ეხა ის კი არა. და იმას ხوار შემოთავაზე. არა, ნახავ და თუ ის არის მე გაის კიდე. იმას ხوار შემოთავაზე. ენდეტა მარჯვნივ არანი, რა მე მახსოვს. რამდენად თუბაზე მიდიხარ სიგიზია პლუს. რას? რამდენად თუბაზე მიდიხარ მეთქი. შეხუთა წაიყვა. ბიჭო, არა, ლიუნბერგი და ენდეტა სხვადასხვა როჟებია, აი მართა არსენალი ყავს ის. რა უქნათ ეხლა. არა, მოიცა არ. აი ბეთი შეხუთა. არ არის მარჯვენა ნახევარმცველი, შეჩემ. რა თქმა უნდა, გაისკა მენდიეტას კარიერის უდიდესი ნაწილი მარჯვენა ნახევარმცველია გატარებული. მიეცი ამას. თომას მახსოვდა. ანუ ლიუნბერგი და ენდეტა ერთი პოზიცია რანაირად არის. ნუ ის უფრო წინ იყო ეს მაშინ ფრედი ლიუნბერგი მინდა. ლუმბერგი გინდა. ანუ შენ მაშინ გაისკა? ლუმბერგი 30-ად? კი. რამდენი დაგ ჩაანდროფული? ეს რა ღირდა ლიუნბერგი? 30. არის მგონი, თუ გინდა არ ვითამაში. თუ გინდა არ ვითამაში. პროსტა ურიგებ იმას? არა, რა პროსტა ურიგებ. მარტო ერთ ფეხბურთელს და ჩანდროს და მოიგდა. ერთი გავს ასაყვანი? შო, მე არა, ამ ერთ ფეხბურთელს აიყვანს და მე ფული აღარ რჩება და ჩაუსვავ ფეხბურთელს, რომელიც ყველაზე მეტად მეზღება. და ეხა მაგრები. კრისტიანო რონალდო მეზღება? არ მეზღება, არა. ეგ უნდა გაიგე. კი მესი, რონალდო, არც ერთი არ მეზღება. კაი, ფორვარდი გამოიტანე მაშინ, რა ფორვარდი მირჩევნია რომ ყავდეს და მე ვინც გეზღება მარჯვენა. ფორვარდით და მეც ფორვარდი მაგლია. არა, ფორვარდი. აუ, შეესწრო შემეჯიბროს. ფორვარდი ვერ გეყოლებ. აბა, ვინ მეყოლება? არა, ეს პოზიცია არის. ეს პოზიცია. იმიტომ რომ ფორვარდი არ მაქვს 5 მილიონიანი. ფორვარდი რამდენიანი ყავს რომ 5 მილიონი. კეთყვი, შენ ჩაიტევე. რამე მისტერი ბოქსი მომიცით რა. მისტერი ბოქსი, კაი, გაჩუქებ 60 მილიონს თუ რაღაცა და შემდეგ აუქციონზე წავა. გაისკა მენდიეტა 5 მილიონად და 5 მილიონად ეს მისტერი ბოქსი. მე გთავაზობთ უპრეცედენტო შემთხვევას გადაცემის ისტორიაში 100 მილიონი მას ესხე რომ უბრალოდ გადაცემა არ გაფოჭდეს და შემდეგ აუქციონზე რო ვიждები 900 დავიწყე. ანუ დაწყო? მზად მე რა. ბიჭებმა უნდა მე ვასესხოთ კაცო რა. მე ხო იცი ესხება არ გვარდა აი აქაც დაუშვო. 1000 ვასესხოთ. 1000 რაც 1000 აი ეს ეხლა დედა ტერეზა რა თქმა უნდა იქაც კოვიდის დროს გადასახადი თუ რაღაცა გადაიხადოდა როცა და არა პირიქით ბიჭო პირიქით წესების დარღვევა აბას აფუჭებს მე მაგას ვამუბრალს მაგრამ რავი ანუ ხო ჯერ აირჩიეს ჯერ აირჩიე ხალხო ვიცი ლაივ რეჟიმში არ ადევნეთ ამას თვალყურს მაგრამ არ გიჩვენიათ 150 მილიონი და მე იქ ვიწვალებ რა ბიჭო იმიტომ რომ არ გამიმართლა რა იმიტომ რომ არ გამიმართლა აი თუ გინდა არ მასესხოთ და მყავდეს მე მინდა ვასესხოთ აი ერთი წამი ჯერ მისტერი ბოქსი აირჩიე მისტერი ბოქსი გებ უეჭველი მინდა რა დგინდა მისტერი ბოქსი არის შემდეგი რამ თებისზე გადმოუშვით თებისი შორის სპონსორი სპორტული ღონისძიებების წარმოგენი ჯერ ეს ფეხბურთელი კაცო რომელსაც ჩავარჩიე მაშინ რაღაც 0-ზე იქნები რაღაც მოვიფიქრე და გაგაცნობთ რა მოვიფიქრე ოპა მოკლედ გაისკა მენდიეტა 5 ან 5 მილიონად ეს ფეხბურთელი რომელსაც აკრებ ერთი წამი ოკეი აკრებში 12 ჯერ გაიტანა გოლი რომელმაც ანგარიში გახსნა ანუ 12 გოლი აქვს რომელმაც ანგარიში გაბრო რო ითვლის ხოლმე ხო ფორვარდი არის თუ ვინ არის იგლიტარი არის რა პოზიციას და მარჯვენა ნახევარმცველი ვერაფერზე ვერ მეორე სამ ქვეყანაში მოახერხა ტიტულის მოგება და პაკისტანის ეროვნული ნაკრების მწვრთნელს კარგად იცნობს პაკისტანის ნაკრების მწვრთნელი დღეს ვინც არის ეს ვინ არის კუპერი ხო არ არის არ ვიცი ვინ არის მიდი მომეცე თემურ კეცბაია yes თემური ბილბორდებს ვამტორებთ ბიჭო პრემიერი კაი ახლა რაც თავაზობ ვინც გაგიგვინდა მე გთავაზობთ ესეთ რამეს თემურს უდიდეს პატივისცემ რომ ანდრო თითო ორივე თქვენგანს რაღაც ფეხბურთელი გაუცვალოს იგივე პოზიციის ფეხბურთელში დავაი და ფულიც ადეკვატურად რაღაც პოზიციის ფეხბურთელი გავგიცვალოთ თითო ტრეიდი გააკეთოს თქვენთან ფულის ხოვება რაც იქნება დაემატოს კაი ნაიბეთს მოგცემ ნაიბეთი მცველი მომოვიდა ვიდის მოგცემ და კიდე რა მცველი ყავს ეს და არა რა კაი მომეცი ვიდიჩი ვიდიჩი ნაიბეთი და რამდენი ფული მაგრამ ვიდიჩი 5-ად აქვს გაყიდული არა ხო აბა ძვირიანი უნდა მოგცეთ ამას ესტევაო გინდა ესტევაო არ გინდა აი გეტყვი რაღაცა შეიძლება მე იცი რაც გეტყვი დაფუ უნდა დათმო ეხა ბიჭო 11 ცუდ ფეხბურთელს მირჩევნია სამი ძალიან მაგარი მყავდეს და არა ცუდი რატო ვინ აქვს ცუდი ვინ ყავს ანუ ნაიბეთი და ვიღაცები არ ნაირობი არ მინდა და არც ტოკიო კაფუ დამიეცი კაფუ არმია ძანეტი ყავს ძანეტი ყავს ანუ აი არა უშავს ხოლმე ნაიბეთი კაფუს მოგცემ ტაფსონ და ის მომეცი მოდი ეგრე გავაკეთოთ თუ გინდა გაგაცვალოთ თითო ფეხბურთელს და ფული უბრალოდ დაუმატოთ ანუ მოგცე შენ ვიდიჩი ამას ყავდეს ნაიბეთი და ფული უბრალოდ დაუმატოთ წავაგე რა ოკეი
შემდეგში დაუბრუნდები ხალხო, ეს დღე მაპატიეთ, უბრალოდ ცხოვრებაში ისე დამილაგდა, რომ დღეს მიწევდა ეს ხასიათზე ყოფნა და მაინც დაემთხვა აუქციოზე და თან ეს ორი მომისაჯეს, რომ არა, სამასოდ არ გავატაროთ, ის არ გავატარო. არ გამატანდა, აგერ კეცბაია მყავს, JJ ოკოჩა მყავს, კოულენ მყავს, ვიდიჩი მყავს. არის ეს თამაში ხომ მაგას გასო, ვიღაც რაღაცა. რატო მოგისაჯეთ, ანუ მინდოდა ციგარი ადამიანია. რონალდო. ციხე ხვდება იქ. ანუ აბა თურმე ციხეები უნდა რომ ის რა ქვია და მიდი და რა. ციხე უდიდეს პატივი ამზადით მოვაგებინეთ თუ რაღაცა. მაშინ ხო აი ნაიბეთი და მალდინი მომეც. კი, მალდინი მყავს. არა, ფერსაც არ მოგცემ ჩემო ძმაო. მე მყავს 9 ფეხბურთელი და ორი ვინც ორს ჩაუსვავ. ორს მოვიფიქრე ვის ჩაუსვავ. ეხავე მითხარი რომ საინტერესო. კი, ოღონ ჯერ ტაფსონად ჩაუსვავ. ფორვარდის საკითხი უნდა. მივცეთ ფორვარდი არსენალიდან? იქნება ეს. ტაფსონ, შენ გაქვს ორივე ფორვარდი გჭირდა. ერთი ფორვარდი შენი არის ხო? ერთი ჩემი. კრისტიან ვიერი 20 მილიონი. ბობო, თავის მელისა სატარკი. ივან ზამორანო 10 მე მილიონი. ბევრი ფული მაქვს. ვინმე ვარსკვლავური ხო და აი, გოლო ვარიანტი გაქეს, კრისტიან ვიერი 20, ივან ზამორანო 10. ანმა კიდე ორი მისტერი ბოქსი, რომელსაც მოგცე რა მნიშვნელობა აქვს რაფასა თუ 200 მილიონი. აბსოლუტურად. წამიკითხავ პირველ მისტერი ბოქსი გითხულობ, კი, პირველ მისტერი ბოქსი გითხულობ. ჩემი ორი ფავორიტი გოლის ავტორი კარიერაში მხოლოდ 3 კლუბში უთამაშია და ნაკრებში 10 წელი ითამაშა. ეს ერთი. მეორე. ისეთ ქალაქში დაიბადა, ფეხბურთელი რო გამოვიდა, ბუნებრივია. რომ არა ერთი აუბედითი ამბავი დღეს სხვანაირად ვილაპარაკებდით მასზე ეს არ მომწონს. და Dream Team-ის წევრი. სამორანო რონალდო სიმბოლური იქნება, კრიკიჭა ხო ყავს. სამორანო კრიკიჭა. მოიცე, ბოდი შევხვდი. ბოლო რო წამიკითხო, ბოლო ტიპის სამ. მიდი აბა. ისეთ ქალაქში დაიბადა, რომ ლოგიკური არის რომ ფეხბურთელი გახდა. ფუტბოლი. რომ არა ერთი აუბედითი ამბავი დღეს მასზე დარწმუნებული ვარ სხვანაირად. ადრიანო იმპერატორი არის ეს ფეხბურთელი და წაიყვანე უეჭველი. და ბოლო წარმეს ბოლო. და Dream Team-ის წევრი. ადრიანო არის უეჭველი. რამდენად მაძლევ? 10 პირველი რამიშოვება. ფინიშნება წამიკითხო, უკას. პირველი ჩემი ორი ფავორიტი გოლის ავტორი. შენი ორი ფავორიტი გოლი, შამის ფავორიტი გოლები. ადრიანო აიყვანე რა. კაი, რონალდო კარიერაში მხოლოდ 3 კლუბში უთამაშია 1 2 და ნაკრებში 10 წელი ითამაშა. 3 დენის ბერგამპი. Dennis Bergkamp. მაგას ვირჩევ. რომელს? დენის ბერგამპი. კი, თავისი ორი ბერგკამპი რომელი არის? პირველი. სწორია. აბა რა, დენის ბერგამპი პირველია. ინტერის შემტავიხადე. ფილოსოფი. რამდენი გადავიხადე? ამაში. ვახ, შემი გული გამის. პოტიში ხო. აპატია, პროსტე გამიხარდა. არა, ძმაო, სუშენი იყოს, არსენალს ხო იმაშობოდი, არსენალი. არსენალი, აბა რა. ამ არსენალმა ხატო არის გამოგიგზავნა, ხო? მილიტუში გავაჯეს. ეგ არსენალი ყავს. უკაცრავად რუსული. ბიჭო, არ ყავს ეგ. საუგებელი არსენალი. და ერთი წამით, ეხა დავფიქრდე და ანდროს უნდა ჩაუსვა ორი ფეხბურთელი. თუ შენ რომ აფიქრე. ბერგამპი რონალდო რა ორი ფეხბურთელი ჩაუსვა. შეკავს რა პოზიციები გჭირდება მითხარი? ცენტრალური ფორვარდი და ცენტრალური ნახევარმცველი. ერთი წამით დავფიქრდები რა ცენტრალური ფორვარდი. მილორავას აარჩეველი საიზრობას მომიფიქრეს. მიდი მილორ. მატია დესტრო და რაც არა. ალტერ ბირსა. ფეხბურთელი ისეთი იქნება რომ არა ეგეთ ფეხბურთელი. ვინც ნაკლებად მიყვარს ოღონდ ფეხბურთელი იქნება რომელიც ვიცით და იცის ხალხო. მე ბაჯორაჯობია პეტრა. ვინ გაღიზიანებს რა. ხო აი მაგას ვიცი. ანუ. კაი, შენ ჩაგისვა ჯილარდინოს. ალბერტო ჯილარდინო. სოფლიო ჩემპიონი? აი რა. შენი ორი ფავორიტის გამარჯვებელია. და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ალბათ საქართველოს ასისტი მანჩესტერთან გოლი. კი, ჯილარდინოთ გიგებთ უკვე ბიჭო. რას კიდევ ვერ მეგეთ ჩავი. და ნახევარმცველი ვინ არ მიყვარდა ცენტრალურ. კრისტიანო არ გიყვარდა ხო მაგრამ. ცენტრალურ. ჯილარდინო. აუ ეს ინიესტა რა. ზიდანი საზღარი ზიდანი ჩამისვი რა, მომიგდე ზიდანი. პირლო არ უყვარდა. პირლო მართლა არ მიყვარდა, მაგრამ არ მოგცემ. რა თქმა უნდა არ მოგცემ ეხლა რასი ვიჟი. ზიდანი ჯილარდინო რა არის ბიჭო, რასი გონებთ. რა შეიძლება ბომბარდირი ლიგის გამარჯვებული. ხო ჯილარდინო ჯობია რონალდოსაც და იმას. არ ჯობია მაგრამ. პეპე სინიორი ხო არ მივცე იმას. მეორე ბომბარდირი. პეპე სინიორი სამგზის ბომბარდირია. სინიორ შვედია. ჯილარდინოს მაგივრად. სინიორ ბევრად უკეთესია ჯილარდინო. ხადი. რა თქმა უნდა. სინიორ რობინზონი რო ჩამისვათ. ერთი წამით. ნახევარმცველი მჯერდება. შუაში ის იყოს რეალში რო იყო. გრავესენი. გრავესენი მეძველალ საყვარელი ფეხბურთელია. შვენიერი. ყავს გრავესენი? Yes. აი, გუნდები, მეგობრებო და გეტყვით, ვისი გუნდი მომწონს ყველაზე მეტად, მე და მე მაყურებელმა ერთად. დაიწყე ლუკა. ჩემი. დეხეა მე ერთი ის მაინც ვიღაც ყავს ისეთი ამბავი. დეხეა მალდინი, ნაიბეთი, რიო და ძანეტი, ნუ ხა მალდინი და ძანეტი ყავს ფლანგებზე. ნაიბეთი იცი როგორი მართლა იმპოსტერი კი არა, დეგენერატია. ამ დაცვაში მე მალდინი, რიო, ძანეტია. ლოკალიზატორია. მალდინი, რიო, ნაიბეთი. ოვერმარსი, ნაიბეთზე და მოიგეთ ბევრი ფული. ოვერმარსი, კაკა, კროსი, ბექემი, დროგბა და ბაჯო. აი ჩემი გუნდი. ისე ჩამოთვალეთ ის გუნდი ყავდეს. რა ვიცი. სოლიდური. კარს იცავს ფრანჩესკო ტოლდო. Yeah.
დაცვაში მარცხნივარი რობერტო კარლოსი, მარჯვნივ ლილიან ტურამი. ცენტრში რობერტო აიალა და ფაბიო კანავარო. მარცხენა გარემარ პირისია. 10-იანზე მიხაელ აუდრუფი. აუდრუფს ვიეირა აზღავს უკან და მარჯვენა ფლანგზე ფრედი ლიუნბერგი დარბის. არქემული ჯობია. დენის ბერკამპი და რონალდო ნაზარი. ეს დუეტი, აი ხარო წარმოვიდგინე, ერთი კვირა მეყოლებია გონებაში და ვათამაში, ჩემ გონებაში. რასაც ქვია ჩემი გუნდი, რასაც ქვია ჩემი. ბიჭირა და ბალევირა. საინტერესო სტარტია, რასაც ქვია ჩემი. ჩილავერდი გარშე მყავს და გაფო მარჯვენა მწერა. ჩილავერდი კაფუ კიდე. ეშლი გაული მარცხნივ მყავს ვიდი ჩიკიცენჩია. ალესანდრო ნესტას გვერდით სერბი ტერმინატორი. შემიგაღი მე ვაჯენი ზეღვა. არგინათ სიმღერა და არგინათ გართობა. მეგინდათ ოკაკაპყავდეს რა 300 მილიონად რონალდო ავიყვან. გრავესენი ეს რო წახო მაგურებელთა სიმპათია უნდა თუ რა სი ბიჭო არ მაყურებლის რაღაც კატეგორიას უყვარვარ რაღაც კატეგორიას არ უყვარო ვისაც გიყვარვარ მეც მიყვარვარ მეგონია რომ აშკარად 95 ახლა გაქ გრავესენი ჰა 95 5-ზე არა ბიჭო ჰეითერები ანდრო არ დააბრუნოთ შენდეც ვიქნები სამგეოთ ანდროს მოყვარულებმა რო დაწეროთ თუ შეიძლება გრავესენი ბევრი გული გულები გაუსწავლო გულები გრავესენი და ჯეი ოკოჩა მყავს მეძველას და ბიძაჩემის საყვარელი ფეხბურთელების ტანდემი თემურ ქეძბაია ჩემი საყვარელი ადამიანი საერთოდ რონალდინიო ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ერთ-ერთი კაინა ხორდაცო არის ბავშვობაში wallpaper-ად მეყენა ფოტო სადაც რონალდინიო და კაკა გარბოდნენ ზურგით და იმას 22 წელი ამას 10 და აი ამ ფოტოს რო უყურებდი უკვე კარხაციაზე დგებოდი ნესტაც ყავს ხო ნესტა ისე ჩემი საყვარელი მცველიც ყავს ასე ია ტიერი ანრი უშენ უყურებდი ზუსტად არსენალის ჰაილაითებს და უყურებდი 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს რა მომენტ საფუჭე ეცა რა მომენტ საფუჭე და რომ ამ ადამიანს ლიგის გარეშე დაემთავრებინა კარიერა აუ და ამას რა ასისტებს უფუჭებს ლუდოვიკა გამარჯობა ანდრო და არა მე მოიგო ის ლიგა და არა უშოს მოიგო ამას და სწორად მოხდა ჩემი კი რონალდინიო ლიგის გარეშე აბსურდია ძალიან კაცი ჰენრიკ ლარსონი შეცვალა სცენარი ხო არ და რა ტრავმა ქონდა გადატანილი ჩემი რომ მქონდეს ავირჩევდი ადრეს მოიგო ეკლიკა შენ ხა აბა რასაც ბიჭო რატო იმახო მოიგო და თუ პრაიმში გინდო და მოიგო თუ რას გულისხმობ აბა იხა მოიცა რონალდინიოს ანდრე მოიგო არა ბიჭო რა კარგად თამაშობდა ანდრეს არ მოგია გავიგე თუმცა ძალიან 10 კაცსაც კარგად თამაშობდა 10 კაცსაც მე სოლმა მე თუმცა 10 კაცი არ ქონდა მომენტი ანდრეს 10 კაცს გაიტანა გოლი საერთოდ ხო მომენტი ანდრის მომენტი ბიჭო არ პირველ ტაიმში ხონდა ის ერთი ძალიან კაი მომენტი და მე შორიდანაც დაურტყო ვალდეს ვიქტორ ვალდესი ეგუნა მეთქვა ხო და გავიხსენე ყველაფერი რა იქ ფინალი მქონდა რატომ მოგიყევით არ რონალდინიო არ დატოვა რა ლიგის გარეშე ხო არა დავტოვო რა მოიცა მადლობა რომ ისტორიას გილარდინოც ყავს მეგობრებო რომელმაც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა 2007 წელს მილანის მოგებულ ჩემპიონთა ლიგაში და გოლსაც რაღაც აი იკონურად აღნიშნავდა რა სოფლიოზეც ხო ხო შენერი გუნდებია მაგურებელმა აირჩიოს ძალიან მაგარი გუნდი ყავს ჩემთვის რა თქმა უნდა არა მაგრამ აბსონდეს გუნდია საუკეთესო ჩემი არ მოგწონში გავირჩიო ყველა აბსონდეს არა ყველა ის ფეხბურთელია ვინც მიყვარს მე შემოგწავი ხარი ყველაზე მეტად კონცენტრირებული კიჭა არის რა ხალხო გადაწონა და ბერკამპი და კიჭა ბერკამპი დაცვა ანუ კარლოსი აიალა კანავარო ტურამი მე მგონია რომ რა სოფლიო ნახევარდაცვას ვისურვებდი რომ ნახევარდაცვა ყავს არა რატო ლაუდრუპი ვიეირა უკვე გასაგებია არა ფლანგები ირესი ლიუნგბერგი გრავესენი შეგებია რომ დაახლოებით აი კაკა კროსი ბექემი აქედან ნახევარდაცვა შენი მირჩევნია რა თქმა უნდა რეალობაში რო უყურო ნახევარდაცვა შენი მირჩევნია არა მე ესეთ აზებს სანდალში ვერ მოსვიზამდი ვერაფერს კალო ანჩელოტის გაწვრთნილ ფეხბურთელების ჩამსვი პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ ფეხბურთელების ჩამსვი ან ჟოზე ანუ ჩვენ ეპი ვანოსებთ რომ ეს იქნება რა და აი ამ სამში ხალხო დამიყე აი ეს ორი მომისვით ეს ორი მომისვით ეს ორი იქნება რევანში იქნება ასაღი აი ისეთ რევანშს ავიღებ დღეს მაპატიეთ რა ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გაჩია როგორი არის თქვენი აზრი ჩემი თავის მომლოცველებს რატო ელაპარაკებ მომლოცველებს კი არ ჩემ ძმებს ელაპარაკებ და ჩემ ჰეითერებს ჰეითერებო დაბრუნდები მადლობა მეგობრებო